შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთი ნაწილისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება ეტლია. ელექტროეტლის შეძენა ყველას არ შეუძლია. მექანიკური ეტლით გადაადგილება ხშირად ტკივილთან და დაღლასთან ერთად მკლავებისა და ზურგის კუნთის სამუდამო დაზიანებასაც იწვევს. 2007 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს ეტლების ახალი დიზაინი შეექმნათ. ამოს ვინტერმა ახლა უკვე ინსტიტუტის პროფესორმა კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც ეტლის მართვას ბერკეტების საშუალებით ხდის შესაძლებას. რამდენიმე მეგობართან ერთად კომპანია გლობალური კვლევა და ინოვაციური ტექნოლოგიები დააარსა, შემოკლებით გრიტი, რომელიც ახალ ეტლებს ამზადებს. გრიტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მარიო ბოლინი სკაიპის მეშვეობით გვესაუბრა. ეტლის ბორბალზე ხელის მოკიდების ნაცვლად ადამიანს მისი მართვა ბერკეტების საშუალებით შეუძლია. დაახლოებით ისე როგორც ეს ველოსიპედის მართვისას ხდება, როცა სავალი მექანიზმიდან ძალა ბორბლებს გადაეცემა. ბოლინი ამბობს, რომ ბერკეტებით ეტლის მართვის ტექნოლოგია სხვა კომპანიებსაც აქვს შემუშავებული, თუმცა მისი თქმით, გრიტი ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში ყველასგან განსხვავდება. ჩვენი ტექნოლოგია მთლიანად ველოსიპედის სავალ მექანიზმზეა დაფუძნებული. ამის გამო ჩვენი მექანიზმი იაფიჯდება სხვა ამერიკული კომპანიების ეტლებთან შედარებით. მათსა და ჩვენს შორის ფასში განსხვავება დაახლოებით ნახევარია. ამასთან, ჩვენი მექანიზმი გაცილებით სანდო და გამძლეა. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ბორბლებზე ძალის გადაცემის კონტროლი ბერკეტზე ხელის კონკრეტულ ადგილზე მოკიდებით არის შესაძლებელი. ბოლინი ამბობს, რომ ბერკეტიანი ეტლები ყველაზე პრაქტიკული განვითარებად ქვეყნებშია, სადაც გზები ყველგან მოპირკეთებული არ არის. ინდოეთში უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ეტლები გამოიყენება. ასევე გაგზავნილი გვაქვს ეტლები აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეტლების მომხმარებელი მათ გამძლეობას დადებითად აფასებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი ეტლების ნაწილების ყიდვა ნებისმიერ ქვეყანაში ადვილადაა შესაძლებელი. თუ ეტლი გატყდა, მისი შეკეთება ველოსიპედის ჯაჭვითა და ბორბლებითაა შესაძლებელი. გრიტმა ეტლების წარმოება 2011 წელს დაიწყო და დღემდე 1200 ერთეული აქვს გაგზავნილი 17 ქვეყანაში. ეტლებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები ყიდულობენ, რომლებიც შემდეგ მათ უფასოდ არიგებენ. ახლა კომპანია გეგმავს ასევე ხელმისაწვდომ ფასად დასაკეცი ეტლები შეიმუშაოს.